ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევთოს თავმჯდომარის რუსთაველზე აქციაზე მისვლა და ირაკლი კობახიძესა და ელინა ვალტონენს შორის გაუქმებული პირისპირი შეხვედრა კვლავ შეფასებების თემა პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს მთავრობის განცხადებით დაგეგმილი შეხვედრა პრემიერმა ევთოს თავმჯდომარის კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და სრულ განცხადებების გაკეთების გამო გააუქმა. თავად ელინა ვალტონენის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განმარტებით კი შეხვედრა გრაფიკის სრულების გამო ფინეთის ინიციატივით გაუქმდა. მმართველი გუნდის განცხადებით ევთოს თავმჯდომარემ რუსთაველის გამზირზე კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობით საქართველოს სუვერენიტეტი დაარღვია. სადაც დე-ფაქტო მართლმსწრება ქვეყნის იქ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ შეხვდეს იმ ხალხს რომელიც იბრძვის ქვეყანაში დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის და როცა ევროპელი ხარ და ჩამოდიხარ ქვეყანაში სადაც არსებობს ერთი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი რომელსაც სურს დიქტატურის დამყარება და რომელიც რუსეთის რუპორება და რუსეთის რუპორება და ქცეულები და მეორე მხარეს ყავს ხალხი რომელიც დასავლეთისთვის და ევროკავშირის დროშა არის ესეც სიმბოლო ამ აქციის რა თქმა უნდა თავზე უნდა მიხვიდე ეს მორალურადაც და პოლიტიკურადაც აბსოლუტურად გამართლებულია ხა მარტო რუსეთის ასე ვთქვათ აგენტურული ქსელი რომ მოინახულო ეს ხო არ არის სწორი და სამართლიანი ჩემი აზრით და ასე გახდა აქციაზე მისვლა რომ ეს რაღაცა თითიდან გამოწვეული საბაბი იყო ფაქტია თუ ეს მართლაც იყო მიზეზი მაშინ რა თქმა უნდა კობახიძეს შეეძლო საკუთარი პოზიცია პირისპირ დაიფიქსირებინა ამ შეხვედრაზე ბრიფინგზე საჯაროდ და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმას რომ მათ უბრალოდ არ სურთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მოისმინოს სიმართლე ამის არც განბედაობა აქვთ არც პოლიტიკური ნება აქვთ და ეს ყველაფერი საერთო ჯამში ემსახურება მათ არჩეულ მიზანს რომ მაქსიმალურად გააკეთონ ყველაფერი იმისთვის რომ საქართველო მოაქციონ იზოლაციაში არ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ეს ყველაფერი არის ქიმერა მოფიქრებული კონსტრუქტი იმისთვის რომ თავს მოახვიონ პატარებს და სუსტებს და ჩვენ გვესაუბრობთ თითქოს რაღაცა წესრიგი არსებობს თუ თითქოს რაღაცა ნორმებია რომლებსაც ყველა ქვეყანა სახელმწიფო ემორჩილება აი ამისი დასტური იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც აქ ევთოს მოქმედი თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა მისი მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში თბილისელებს გადაგვიკეტა გზა ფაქტობრივად და ამითი დაგვანახა რომ არაფერს არ ნიშნავს ქართული სახელმწიფო არაფერს ანიშნავს მერაბ კოსტავას მიერ გავლენილი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ჩვენი სახელმწიფოსთვის ჩვენი კანონებისთვის 39 წამიან ვიდეოს ანაცვალა საკუთარი რეპუტაცია ადამიანისგან რომელიც სახელმწიფოს დამხობლებთან მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა არაფერია ჩვენ სხვა ამაზე უარესი რაღაც უნდა ველოდოთ ამიტომ გასაგებია ხა მე საბავშვო ბავშვი არ შევალ რაც მათ მოაწყვეს ფაქტი ერთია რომ მას შემდგომ რაც ამ ადამიანმა გადაკვეთა წითელი ხაზები და მიუღებელი იკადრა რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრს არ ქონდა სხვა შესაძლებლობა გარდა იმისა რომ გაეუქმებინა შეხვედრა